იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი დღეს 4 მაისს აცხადებდა, რომ ის მზად არის კომპრომისზე წავიდეს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაზე და იმაზე, რომ მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმებას ვლადიმირ ზელენსკისთან. თავად ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტის სახელით. ამ თუთას თავაზობთ ამ წერილის ციტირებას და რა თქმა უნდა განხილვას. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად დავնახოთ ეს თემა. სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი და ნახოთ ჩემი წინა გამოშვება ვლადიმირ პუტინის დღევანდელი მიმართვის შესახებ რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ. დღეს ზელენსკიმ ძალიან ბევრი ადამიანი გააოცა განცხადებით. დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტისგან. შემდეგ უკვე ამ წერილს ციტირებას დავიწყებ. თქვენ კი თქვენი დასკვნები გააკეთეთ. მაშასე, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წერს. როდესაც თქვენ, ანუ ვლადიმირ პუტინი 26 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთის სათავეში ჩადგით, უკრაინაში ბევრი თქვენდამი დადებითად იყო განწყობილი. ასე იყო. ეს უკვე წარსულია. ეხლა უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აღიქვამს იმას, რომ ჩვენი შორმანძილზე მოქმედი დრონები სანქტ-პეტერბურგში თქვენს ფორუმის გახსნაზე მივიდნენ. 1000 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს. როგორც თქვენ კარგად იცით, ეს მანძილი ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის. თქვენი 26-წლიანი მმართველობა სრულად შეცვალა დღის წესრიგი უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. საქონლობრუნისა და სხვა სამოქალაქო საკითხების განხილვიდან ჩვენი ხალხები გადავიდნენ მხოლოდ მსხვერპლსა და დანაკარგებზე საუბარზე. თქვენი 26-წლიანი მმართველობის თითქმის ნახევარი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში გაატარეთ. რაც არ უნდა თქვათ ნატოზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია. ომი რეალური მიზეზის გარეშე. ასე დაიმახსოვრებს ამას ისტორია. ეს დრო სულიად სხვანაირად შეიძლება გასულიყო. ხშირად გვესმის, რომ ეს ომი თქვენთვის მისაღებია. რა თქმა უნდა, არა იმ შემთხვევებში, როცა საქმე ვალდაის რეზიდენციის უსაფრთხოებას ან მოსკოვში პარადს ეხება. თქვენი საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია. მაგრამ ეხლა ყველანი ვხედავთ, რომ ეს საბოლოოდ აღარ არის მისაღები რუსებისთვის. ომი სულ უფრო მეტ პრობლემას და ნეგატივს აძლევს რუსეთს. მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები. მათ არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა. მათ არ მოსწონთ მუდმივი აკრძალვები. მათ არ მოსწონთ თქვენი განზრახვა. მოაწყოთ მობილიზაციის მეორე ტალღა, რომ გააფართოოთ ომი უკრაინის სხვა მიმართულებით. ან მიმართოთ იგი რუსეთის მეზობელი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მათ არ მოსწონთ, რომ თქვენს ომს დასასრული არ უჩანს. დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ აიძულოთ რუსები ასე იცხოვრონ, მაგრამ თქვენი რესურსები მნიშვნელოვნად მცირდება. თქვენ არ გეყოფათ ფული და პოლიტიკური ძალა, რომ კვლავ იყიდოთ რუსების ლოიალობა, როგორც ამას 26 წლის განმავლობაში აკეთებდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სოფლიო ამაზე იზრუნოს. როგორც თქვენ თვითონ ამბობთ, ყველაფერი უნდა დაითვალოთ. გუშინ მივიღე ანგარიში თქვენი არმიის დანაკარგებზე უკრაინაში, ფრონტზე, მაისში. ეს ისევ 30,000-ზე მეტი მოკლული და მძიმედ დაჭრილი რუსია. ჩვენ ზუსტად ასეთ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ ყოველთვიურად. და თქვენ თითოეული დანაკარგისთვის ჩვენ გვაქვს ვიდეო მტკიცებულება. ეს უსაფუძვლო არ არის. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს ფრონტზე დანაკარგებში 63% მოკლულია და მხოლოდ 27% დაჭრილია. 21 საუკუნეში არმიებს ასეთი ბალანსის უფლება არ აქვთ. მომავალში მოკლულთა ცილი გაიზრდება. არა, ისე თითქოს ჩვენ უკრაინაში ვდარდობდეთ რუსებზე, იმის შემდეგ, რაც თქვენსმა ომმა უკრაინაში მოიტანა. მაგრამ მე ვზრუნავ უკრაინელებზე. ჩვენ კარგავთ ჩვენს ხალხს და თითოეული ჩვენი დვენი დანაკარგი გვტკივა. და მაშინაც კი, როცა უკრაინული ძალების დანაკარგების დონე 1-ია 5-თან ან 1-ია 6-თან რუსების დანაკარგებთან შედარებით, ამას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ თქვენ უკვე რეგულარულად, რამდენიმე თვეში ერთხელ გადადებთ ჩვენი რეგიონების, პირველ რიგში დონეცკის ოლქის დაპყრობის საბოლოო ვადებს. თქვენ წელს ამ ტერიტორიას ვერ დაიპყრობთ, მაგრამ ჩვენ უკრაინაში არ გვინდა მუდმივი ომი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე უსაზროდ უკეთესია. ჩვენ ამის მიღწევა გვინდა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსების უმეტესობა მზად არის ამაზე დადებითი პასუხი გასცეს და თქვენ ეს იცით. ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა ამდენ ხანს შეძლებდა თავდაცვას. თქვენ არ სჯეროდათ და მათაც, ვინც გირჩევდათ, არ სჯეროდათ, მაგრამ ეს შეცდომა იყო. თქვენ არ ელოდით უკრაინის მასშტაბურ წინააღმდეგობას და არ პროგნოზირებდით, რომ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა, მაგრამ ჩვენ ყველანი აქ ვართ მასშტაბური დაპირისპირების მეხუთე წელს. არ შეგეშინდეთ ომიდან გამოსვლის. ეს არის მთავარი, რაც ეხლა თქვენგან საჭიროა.
უკრაინა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და შეინარჩუნებს, მიუხედავად ნებისმიერი პროგნოზისა. ჩვენ ბევრს გავაერთიანებთ მსოფლიოში უკრაინის დასაცავად, თქვენს წინააღმდეგ. ჩვენ აღმოაჩინეთ, ჩვენ ვიპოვეთ იარაღი და ფინანსები. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას. თქვენ იღებთ სანქციებს. და ასე გაგრძელდება. მანამ სანამ არ იქნება სამართლიანობა უკრაინისთვის, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ და რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას, ჩვენ არ მივცემთ წარმატების საშუალებას მათ, ვინც ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად შესუსტდება და უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ თქვენ არ შეცვლით თქვენს პოზიციას უკრაინის მიმართ. ვიქტორ ორბანის მაგალითი აჩვენებს, როგორი სირცხვილით ამთავრებენ ისინი, ვინც რუსეთის დახმარებას ირჩევს ჩვენს წინააღმდეგ ომში. უკრაინამ გადაიტანა მძიმე ზამთრები, როცა თქვენ ცდილობდით ჩვენი ენერგეტიკის განადგურებას. ჩვენ გაუძელით და თუნდაც სიბნელეში უკრაინელების გამძლეობა შენარჩუნდა. ჩვენ ომი თქვენს ტერიტორიაზე გადავიტანეთ და თქვენ ამას ვერ გაუმკლავდებოდით ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე. თქვენ ხარ პირველი რუსეთის მმართველი, რომელიც იძულებული გახდა დახმარებისთვის ფხენიანს მიემართა. და დღეს თქვენ სრულად დამოკიდებული ხართ ჩინეთზე, რაც ასევე პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში. თქვენ ფიქრობდით, რომ უკრაინელებს არ ეყოფოდა ძალა საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ ეხლა ჩვენი ბიჭები ეხმარებიან ჩვენი პარტნიორების დაცვაში ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში. თქვენ იმედოვნებდით, რომ უკრაინაში შიდა არეულობა დაიწყებოდა, მაგრამ სწორედ თქვენს წინააღმდეგ აჯანყდა თქვენი სამხედრო ფორმირება. მე ვფიქრობ, რომ იგულისხმება ჩკო ვაგნერი. 23 ივნისი კიდევ ერთი წლისთავი იქნება და დუმილი ამ ფაქტს ისტორიიდან ვერ წაშლის. და ეხლა თქვენ გიყურებენ აშკარად დაღლილობით, თქვენი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტები. სოფლიო ამას ყველაფერს ხედავს. სოფლიოს არ აქვს დაღლილობა უკრაინისგან, რაზეც თქვენ დიდი ხანი იმედოვნებდით. ხოლო რუსეთისგან კი დაღლილობა აქვთ გლობალურ სამყაროშიც კი. მათ ვინც გეხმარებათ სანქციების გვერდისავლით და თქვენს ეკონომიკას eflow-ში ინარჩუნებს. თქვენ ამას ვერ ვეხედავთ. 26 წლის შემდეგ სიბერემ დაიწყო თავისი აღება. რაც უფრო შორს მიდიხართ, მით უფრო მეტი დაღლილობა იქნება თქვენგანაც. ჩვენ ნახეთ დაზვერვის დოკუმენტები, რომ ეხლა თქვენ განიხილავთ ომის გეგმებს კიდევ 2027 და 2028 წლებისთვის. ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ ბალისტიკა გაგიკეთებთ იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ ომში კიდევ უფრო ჩართოთ ბელარუსი. და ეხლა იძულებულები ვართ ამისთვის მოვემზადოთ. ხედავთ, რომ თქვენ რაღაც თამაშს თამაშობთ პრიდნესტროვიასთან. თქვენი პროპაგანდისტები ასე თუ ისე ყველა რუსეთის მეზობელს ემუქრებიან. მართლა გსურთ ეს ყველაფერი გაიაროთ. არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინა გთავაზობთ დაასრულოთ ეს ომი. ეს უნდა გაკეთდეს პატიოსნად, ღირსეულად და გარანტიით, რომ ომი თავიდან აღარ დაიწყება. ხედავთ, რომ შეერთებული შტატები მთელ ყურადღებას ირანის საკითხს უთმობს. არასწორია უბრალოდ ლოდინი, როდის დადგება მათი ყურადღების ჯერი ევროპაში ომზე. უკრაინა გთავაზობთ დავასრულოთ ომი ჩვენსა და თქვენს შორის ფორმატში. მე გთავაზობთ შეხვედრას. ყველა მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, თითქოს მე შემეძლო მოსკოვში ჩამოსვლა. მაგრამ ასეთი 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, არაფერი ესაქმება. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად იღებენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები. ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მიღება. სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს. ასე იყო ყოველთვის. მე გთავაზობთ დავადგინოთ შეხვედრის ადგილი. ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ ალასკაზე დაგპირდნენ რაღაც საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც უკრაინასა და ევროპას ეხება. მაგრამ ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. დაწყებულ ორმხრივ მოლაპარაკებებს შეიძლება სხვა კონკრეტული მონაწილეებით შეუერთდნენ. რადგან ევროპაში ომი გრძელდება და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენს გსურთ უსაფრთხოების გარანტიები. ლოგიკურია, რომ მონაწილეობა მიიღონ მათ, ვისაც ნამდვილად შეუძლია იყოს გარანტი. ჩვენ ფიქრობთ, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია. იმათ, ვისაც ნამდვილად შეუძლია გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე. ჩვენ ფიქრობ, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს პროცესში და ეს არის ის, რაც შეიძლება განსაზღვროს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონფიგურაცია ჩვენს რეგიონში. ჩვენ უკვე გქონდა გამოცდილება რუსეთთან მრავალ შეთანხმებასა და არამოქმედ მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა ვიპოვოთ ჩვენი ორმხრივი პასუხები არსებულ კითხვებზე. და არ უნდა დავიმალოთ რთული კითხვებისგან რაიმე ფორმულირებებით, ტექნიკური ჯგუფებით ან დროის დაკარგვით შატლურ დიპლომატიაში. თქვენი ონით სამუდამოდ გამიჯნეთ და გაადიდეთ უკრაინა და რუსეთი. ფრონტის ხაზი ახლა ის ხაზია, საიდანაც დიპლომატია უნდა დაიწყოს. უკრაინა მზად არის სრულად შეწყვიტოს ცეცხლი, იმ დროისთვის, როცა მოლაპარაკებები გაგრძელდება. და ეს სტანდარტული პრაქტიკაა, რასაც ამჟამად ადასტურებს ირანის გარშემო არსებული გარემოებებიც.
რეალური სიჩუმის დამყარების მცდელობა საუკეთესო დასაწყისია, რომ ერთმანეთს საუბარი დაუწყოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ მცდელობა კი არ იქნება, არამედ რეალური ცეცხლის შეწყვეტა, თუ თქვენ ამას მოისურვებთ. თქვენ იცით, რომ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს ძირითად შეჩერების ხაზებზე შეერთებული შტატები უზრუნველყოფს. უკრაინა მზად არის სამხედრო თხოვების გაცვლისთვის პრინციპით ყველაზე. ეს შეიძლება კარგი პროლოგი იყოს ომის დასრულებამდე. სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დასაბრუნებლად, რომლებიც ომის განმავლობაში იქნენ გაყვანილი. უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება მომავალი ყველა მომავალი თაობისთვის, უკრაინელებისა და რუსებისთვის. თუ თქვენ პირადად თქვენს აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის. ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ თქვენც ბევრად უფრო მეტად მოგიწევთ ბრძოლა თქვენი არსებობისთვის. არა რუსეთის არსებობისთვის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს არის რუსული ისტორიის ფაქტები, რომლებიც თქვენ კარგად იცით. როცა რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ, რომ ესეთი დაღლა დადგეს. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ომი. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა წაიღო. დიდება უკრაინას. აი ესეთი ღია წერილი დაწერა ზელენსკიმ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს. და ახლა რა თქმა უნდა საინტერესო იქნება მისი რეაქციის ნახვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა ხნით ის გაჩუნდება. რადგან სწორედ ეხლა ის რუსი პროპაგანდისტების წინაშე გამოდიოდა სიტყვით. და იხვებოდა, რომ მზად არის ზელენსკისთან შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს და ასე შემდეგ, მაგრამ აი მას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. ასე რომ ნახოთ, რას გამოიწვევს ეს. აქცეპტილებს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. ასევე გამოიწერეთ არხი და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.